ამ მედიტაციაში ჩვენ თანაგრძნობას გამოვუცხადებთ არა მხოლოდ ჩვენ შინაგან ბავშვს, არამედ ჩვენი მშობლების შინაგან ბავშვებსაც. მათში არსებული დაუცველობისა და განუკურნებელი ჭრილობების აღიარება დაგვეხმარება გავწყვიტოთ მემკვიდრეობით მიღებული ტკივილის ჯაჭვი და ხელი შევუწყოთ ჩვენი განკურნების პროცესს. მშობლების ბავშვებად წარმოდგენა დაგვეხმარება გავიაზროთ, რომ ისინიც წარსული სიმძიმემ ჩამოაყალიბა ასეთებად და მათი ქმედებები ხშირად ამ განუკურნებელი იარების დამსახურებაა. როდესაც ჩვენ შინაგან ბავშვს კურნავთ, განკურნებას ვთავაზობთ მშობლების შინაგან ბავშვსაც, რაც გარდაქმნის ჩვენს ურთიერთობას მათთან და საკუთარ თავთან. ამ პრაქტიკის მეშვეობით ვქმნით სივრცეს პატიებისთვის, თანაგრძნობისა და ღრმა ურთიერთგაგებისთვის. მოძებნე მშვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მოხერხებულად დაჯდე ან დაწვე. დახუჭე თვალები. ღრმად ჩაისუნთქე. იგრძენი, როგორ ივსება ფილტვები ჰაერით. ამოსუნთქვისას მიეცი სხეულს საშუალება მოდუნდეს. გაათავისუფლე დაძაბულობისგან. ახლა კი წარმოიდგინე შენი შინაგანი ბავშვი. დაახლოებით 5 წლის ასაკში. და დაუკავშირდი მას. დაინახე, რა აცვია. როგორი ვარცხნილობა აქვს. როგორია მისი გამომეტყველება. შეხედე მას თანაგრძნობითა და სიყვარულით. ჩასუნთქვისას წარმოთქვი შენთვის. ხედავ საკუთარ თავს, როგორც 5 წლის ბავშვს. ამოსუნთქვისას უღიმი თანაგრძნობით ჩემში მცხოვრებ 5 წლის ბავშვს. გაიმეორე ეს სიტყვები ჩუმად და განაგრძე სუნთქვა. ხედავ საკუთარ თავს, როგორც 5 წლის ბავშვს. უღიმი თანაგრძნობით ჩემში მცხოვრებ 5 წლის ბავშვს. წარმოიდგინე საკუთარი თავი, როგორც პატარა ბავშვი. სავსე ცნობის მოყვარეობითა და მგრძნობელობით. წარმოიდგინე შენი პატარა ნაზი ხელები. ფართოდ გახელილი თვალები. და სათუთი გული. ჩასუნთქვისას ხედავ საკუთარ თავს, როგორც 5 წლის ბავშვს. ამოსუნთქვისას ვუღიმი თანაგრძნობით ჩემში მცხოვრებ 5 წლის ბავშვს. ხედავ საკუთარ თავს, როგორც 5 წლის ბავშვს. ვუღიმი თანაგრძნობით ჩემში მცხოვრებ 5 წლის ბავშვს. ახლა წარმოიდგინე, რომ ეს ბავშვი შენ წინ დგას. ის შეიძლება განიცდიდეს ტკივილს. ტკივილს უთქმელობისგან, კაცრი მზერისგან,
მიტოვებულობისგან. დაინახე მისი ეს ჭრილობები. ჩასუნთქვისას გულში ვიკრავ ჩემს შინაგან ბავშვს. ამოსუნთქვისას ვუგზავნი სიყვარულსა და თანაგრძნობას. გულში ვიკრავ ჩემს შინაგან ბავშვს. ვუგზავნი სიყვარულსა და თანაგრძნობას. აგრძელებ რას სუნთქვას, ესაუბრე შენ შინაგან ბავშვს. უთხარი მას, რომ ახლა აქ ხარ მის მოსასმენად. მასთან ჩასახუტებლად. მასზე საზრუნავად. უთხარი, რომ ის შენთან უსაფრთხოდ არის. გულში ვიკრავ ჩემს შინაგან ბავშვს. ვუგზავნი სიყვარულსა და თანაგრძნობას. ახლა წარმოიდგინე მამა შენი, როგორც 5 წლის ბიჭი. დაინახე ის, როგორც პატარა, უსუსური და მოწყვლადი ბავშვი. მოუშუშებელი ჭრილობების მატარებელი. ჩასუნთქვისას ხედავ მამაჩემს, როგორც 5 წლის ბიჭს. ამოსუნთქვისას ვუღიმი მამაჩემს, როგორც 5 წლის ბიჭს. ხედავ მამაჩემს, როგორც 5 წლის ბიჭს. ვუღიმი მამაჩემს, როგორც 5 წლის ბიჭს. დაინახე, რომ ზრდასრული მამაშენის ქმედებები მისი ბავშვობის დროინდელი ტრავმებიდან მომდინარეობს. გაუგზავნე თანაგრძნობა პატარა ბიჭს, რომელიც ცხოვრობს ან ცხოვრობდა მასში. ახლა დედა შენზე გადაიტანე ყურადღება. დაინახე ის, როგორც 5 წლის გოგონა, ნაზი და სათუთი. საკუთარი გამოცდილებებითა და სიყვარულის მოთხოვნილებით. ჩასუნთქვისას ვხედავ დედაჩემს, როგორც 5 წლის გოგონას. ამოსუნთქვისას ვუღიმი დედაჩემს, როგორც 5 წლის გოგონას. დაინახე, რომ პატარა გოგონა, რომელიც დედა შენი იყო, კვლავ ცხოვრობს ან ცხოვრობდა მასში. ატარებს რა წარსულის ტვირთს. გაუგზავნე მას სიყვარული და თანაგრძნობა. ამ მომენტში იგრძენი კავშირი შენ შინაგან ბავშვსა და შენი მშობლების შინაგან ბავშვებს შორის.
გაეცნობიერე, რომ შენი შინაგანი ბავშვის განკურნება ეხმარება შენს მშობლებში არსებული ბავშვის განკურნებას და ეს განკურნება თაობებზე გადადის. ჩასუნთქვისას ხედავ გულნადგენ ბავშვს ჩემში და ჩემს მშობლებში. ამოსუნთქვისას თავაზობ თანაგრძნობას ყველა ჩვენს შინაგან ბავშვს. ხედავ გულნადგენ ბავშვს ჩემში და ჩემს მშობლებში. თავაზობ თანაგრძნობას ყველა ჩვენს შინაგან ბავშვს. დაე ამ მედიტაციამ მოგიტანო სიმშვიდე და ძალა ტკივილის თანაგრძნობად გარდასაქმნელად. იგრძენი თავისუფლება, რომელიც ხელახალი დაკავშირებისა და განკურნებისგან იბადება. მიეცი სივრცე შენს გულში სამივე შინაგან ბავშვს. და ამ მედიტაციიდან მიღებულ გამოცდილებას. დაუთმე ადგილი შენს გულში, სიყვარულსა და თანაგრძნობას. ახლა კი დაბრუნდი შენს ოთახში. აღიქვი სივრცე შენ გარშემო და შენი ადგილი ამ სივრცეში. ჩაისუნთქე რამოდენიმეჯერ ღრმად და ამოისუნთქე ნელა. დაუკვირდი შეგრძნებებს სხეულში. დაიმახსოვრე ის ემოციები და გრძნობები, რაც ამ გამოცდილებამ მოგიტანა. დარჩი ამ გრძნობებთან იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდება. შესაძლოა რაიმეს დახატვა ან ჩაწერა მოგინდეს. მოусმინე და მიყევი გულის წადილს. და როცა მზად იქნები, ნელ-ნელა გაახილე თვალები.